666. რა არის დამალული მხეცის რიცხვში? თუ ოდესმე გინახავთ რიცხვი 666 ფილმში, დიდი შანსია, რომ იქ ასევე ცეცხლი, სისხლი და ჩურჩული იყოს ეშმაკის რიცხვის შესახებ. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ამ საშინელი რიცხვების ნაკრების უკან არა ჰოლივუდური საშინელებათა ფილმი, არამედ ძალიან სპეციფიკური უძველესი მათემატიკაა, რომის იმპერიის პოლიტიკა და თითქმის 2000 წლის განმავლობაში მიმდინარე თეოლოგიური დებატები იმალება. აპოკალიფსის მხეცის რიცხვი დიდი ხანია კულტურულ სიმბოლოდ იქცა. ის ჩნდება როკ ალბომების გარეკანებზე, ახალ ამბებში და ხშირად ბილეთებსა და შტრიხ-კოდებზე. თუმცა ცოტამ თუ იცის, საიდან მოდის ეს რიცხვი 666, რატომ იცვლება ის ზოგჯერ 616 და რა კავშირი აქვს მას ნერონთან, პაპებთან და მეფე სოლომონის ოქროს ტალანტებთან. რა წერია 666-ის თაობაზე ბიბლიაში? ახალ აღთქმაში რიცხვი მხოლოდ ერთხელ ჩნდება, როგორც მხეცის სახელის კოდი, გამოცხადება. 13, 18, ძველ აღთქმაში ის სამჯერ ჩნდება, ადონიკამის ვაჟების რაოდენობისა და ოქროს წონის მოხსენიებისას, რომელსაც მეფე სოლომონი ყოველწლიურად იღებდა, 666 ტალანტი. ზოგიერთი კომენტატორი ამას სიმდიდრის, მიწიერი ძალაუფლებისა და სიხარბის სიმბოლოდ მიიჩნევს. 666 თუ 616. ზოგიერთი უძველესი ხელნაწერი, მათ შორის აპოკალიფსის ერთ-ერთი უძველესი პაპირუსი, რომელიც მე-3 საუკუნეს მიეკუთვნება, შეიცავს რიცხვ 616-ს, რაც იწვევს თეორიას, რომ ეს შესაძლოა გადამწერის შეცდომა იყო. ლიონელმა ირინეოსმა ეს ახსენა, თუმცა თავად 666-ის სწორ ვერსიად მიიჩნევდა. საინტერესოა, რომ იმპერატორ ნერონის სახელი ერთი მართლწერით 666-ის სუდრის, ხოლო მეორეთი 616-ს, რაც ორივე ვერსიას ლოგიკურს ხდის. რიცხვი, როგორც სახელის კოდი ტიტუს ფლავიუს დომიციანუსი. ძველ დროში ასოები ციფრებად გამოიყენებოდა. ამიტომ 666 შეიძლება კონკრეტული სახელის კოდი ყოფილიყო. მეორე და მე-3 საუკუნეების თეოლოგები სხვადასხვა ვარიანტს ასახელებდნენ. ლათინური, ტიტანი, ევანტასი. მოგვიანებით ნერონის შესახებ პოპულარული თეორია გაჩნდა, ებრაულ მართლწერაში ნერონ კესარი, ასოების ჯამი მართლაც 666 სუდრის. არსებობს კიდევ ერთი კანდიდატი, იმპერატორი დომიციანუსი. მისი შემოკლებული ტიტული ბერძნულადაც 666 სუდრის და ზოგიერთი მეცნიერი მას მხეცად მიიჩნევს, რადგან ის აპოკალიფსის შექმნის პერიოდში მეფობდა. სხვა ისტორიული მხეცები რიცხვი 666 პერიოდულად გვხვდებოდა სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების სახელებში. მაგალითად, პროფესორმა გეტცელმა ეს რიცხვი ნაპოლეონის სახელის მართლწერის მიხედვით გამოთვალა, ხოლო მე-19 საუკუნის პროტესტანტი კომენტატორები მას ფრაზაში ვიკარიუს ფილიდეი ხედავდნენ, შეცდომით მიაწერდნენ მას პაპის ტიტულს. თანამედროვე კათოლიკური წყაროები ამას უარყოფენ. სიმბოლური ინტერპრეტაციები ადრეული თეოლოგები ასევე გვთავაზობდნენ არასიტყვასიტყვით განმარტებებს. ლიონელი ირინეოსი რიცხვს 6-ის სამმაგგამეორებად მიიჩნევდა სამყაროს განდგომილების სიმბოლოს მსოფლიოს არსებობის 6000 წლის განმავლობაში. მან მხეცის რიცხვი დაუკავშირა როგორც ნოეს 600 წელს, ასევე ნაბუქოდონოსორის კერპის ზომებს 66-ზე, ამას კი უძველესი ბოროტების გამეორების მინიშნებად მიიჩნევდა. მოგვიანებით ეს რიცხვი განიმარტა როგორც არასრულყოფილების სიმბოლო, რომელიც ღვთაებრივ რიცხვ 7-ს უპირისპირდებოდა. ზოგიერთი თანამედროვე თეოლოგი 666-ის მამონას სამეფოს აბსოლუტური მატერიალიზმისა და მიწიერი ღირებულებების ძალის სიმბოლოდ მიიჩნევს. ეს რიცხვი დიდი ხანია პოპულარული კულტურის ნაწილია. მას იყენებდნენ მუსიკოსები, კინორეჟისორები და სატანისტური მოძრაობები. ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ძალიან ეშინიათ, ავტობუსის მარშრუტებს, მატარებლებსა და ავიახაზებს სახელი შეეცვალათ უბრალოდ 666-ის კომბინაციის გამო. 2006 წლის 6 ივნისის თარიღი ასევე გახდა გლობალური სიახლე. ამ დღეს გამოვიდა ფილმი ომენ 666 ევანგელისტებმა ლოცვის მარათონები გამართეს, ხოლო სატანის ეკლესიამ სადღესასწაულო ღონისძიებები გამართა. პარადოქსულია, რომ ჩინეთსა და სინგაპურში რიცხვი 6 იღბლიანად ითვლება. 2006 წლის 6 ივნის ქორწილების რაოდენობა ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი იყო. თუმცა არსებობს ერთი ასპექტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ, როგორ გადაიქცა ზუსტად 666 უძველესი რიცხვითი კოდიდან მასობრივ შიშად. ადრეულ ქრისტიანობაში ეს რიცხვი, ძირითადად, ტირანიისა და შეცდომების წინააღმდეგ გაფრთხილებად აღიქმებოდა და არა მისტიკურ საშინელებად. თუმცა შუა საუკუნეებისთვის ის ფოლკლორის ნაწილი გახდა, მწიგნობრები ხელნაწერებს მხეცის ციფრებით ამშვენებდნენ, მქადაგებლები 666-ის ბოროტების ხატად იყენებდნენ თავიანთი გაუნათლებელი სამწყსოებისთვის, ხოლო მოგვიანებით
ევროპელი მისტიკოსები და ალქიმიკოსები მას საკუთარ ნიმუშებში აქსოვდნენ. ამრიგად რიცხვი, რომელიც ინტელექტუალური ადამიანებისთვის გამოცანად იყო ჩაფიქრებული, თანდათან საფრთხის უნივერსალურ სიმბოლოდ გადაიქცა, რომელიც დღემდე ცოცხლობს ურბანული ლეგენდებიდან პოპ-კულტურამდე. და შესაძლოა, სწორედ ეს ტრანსფორმაცია ავლენს უფრო მეტს ადამიანებზე, ვიდრე თავად რიცხვი. გაუზიარე ეს ვიდეო მეგობრებს, რათა მათაც გაეგონ ამ რიცხვის ისტორია. და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, აქ ბევრი საინტერესო ვიდეო გამოდის.